მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იქნება ბიჭი, რომლის გაცნობასაც ძალიან ბევრი თქვენგანი მთხოვდა. ანტალიაში, თურქეთში ვიმყოფებით დინამო თბილისის შეკრებაზე და ჩვენი კამერები იქნება მიმართული 18 წლის ინგუშში თავდამსხმელი ჰალი დორტმუნდიევისკენ, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ გაგოხარა, როცა რამდენიმე წლის წინ დავაანონსეთ, რომ ინგუში თავდამსხმელი აპირებდა საქართველოს ნაკრებისთვის და საქართველოს სახელისთვის თამაშს, მაგრამ სალამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯაგე ჰალი დორტმუნდიევი GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. მოგესალმებით ჰალიდ, სასიამოვნოა შენთან ერთად ყოფნა და პირველი კითხვა იქნება შემდეგი, გაგვაცანე საკუთარი თავი და ვინ არის ჰალიდ დოლტმურზიევი? მე ვარ ჰალიდ დოლტმურზიევი, 18 წლის, თბილისის დინამოს თავდამსხმელი. საინტერესოა, რისი გაკეთება გიყვარს თავისუფალ დროს? შეგიძლია გითხრა მაგალითად რა არის შენი ჰობი? გარეთ ხშირად არ გავდივარ. ძირითადად ოჯახთან ერთად ვარ. მარტო იშვიათად. ოჯახთან ერთად სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე. ანუ გამოდის რომ შენი კონცენტრაცია სულ ფეხბურთზეა? ჰალი, შეგიძლია გითხრა ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი? აი, ფეხბურთელი ვის თამაშებსაც ყველაზე ხშირად უყურებდი ბავშვობაში? ბავშვობაში კრისტიანო რონალდო იყო. თუმცა ახლა ბევრი ფეხბურთელი მომწონს. მაგალითად ეკიტიკე. მაგრამ ყველაზე ხშირად ლაუტარო მარტინეს უყურებ. ფიქრობ სტილით ცოტათი გავართ ერთმანეთს. მე მინდა გითხო ფეხბურთელზე, რომელიც შენი აზრით სტილით ყველაზე ახლოს დგას შენთან. ეს ლაუტაროა? კი, ლაუტარო. ასევე ცოტათი მიქაუტაძეც. ფიქრობ სირბილის მანერი თუ გავართ. ევროპული სტილია. მე მინდოდა ამ შეკითხვის დასმა, რადგან სანამ მე კითხვებს ვადგენდი, რამდენიმე ქართველის კომენტარი შემხვდა, რომ ისინი გადარებდნენ სათამაშო სტილით მიქაუტაძეს. შეგიძლია გითხრა ჰალიდ, რა მსგავსებას ხედავ შენს და ჟორჟ შორის სათამაშო სტილში? ფიქრობ არც ერთი არ ვართ განსაკუთრებით დიდი აღნაგობის თავდამსხმელები. უფრო ტექნიკურები ვართ. ასევე ორივე ხშირად ვიხსნებით ზონებში სიარომიდან. მგონი ეს არის. ხალიც, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და მაგიტომაც ჩამოვიყვანეთ დინამო თბილისში, რომ მას ხედავდით იმ პოტენციალს, რომელსაც დიდ ფეხბურთში შეუძლია რომ წარმოაჩინოს თავი, მაგრამ ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, რა თქმა უნდა რა. ეხლა მე კიდე რატო ვიტყოდი აი ამ თამაშში დაუბრუნებ კიდე შახტარის თამაშს, რომ ჩვენ ამ თამაშში ძალიან ბევრი აკადემიის ფეხბურთელი ვათამაშეთ რა. აი ვათამაშეთ ის ბიჭები, რომლებსაც სამწუხაროდ გონიათ ის, რომ დინამო თბილისში თამაშის ანუ გადახდომით შეუძლია წავიდნენ და ითამაშონ ევროპის საშუალო დონის გუნდებში, აი როგორც თუნდაც შახტარია, ხო? და კარგია რომ დაინახეს ამ ბიჭებმა, რომ ჯერ ადრე არის რა და უნდა დაგვიდნენ 1-2 სეზონი უნდა ითამაშონ თავის მშობლიურ კლუბში, სადაც გაიზარდნენ, აღიზარდნენ, დაამტკიცონ, მოძლიერდნენ ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად და მერე უნდა წავიდნენ და ითამაშონ. და ეს თამაში მაგიტომ იყო კიდე კარგი, რომ ამ ბიჭებმაც დაინახეს, რომ რა დონეზეა მომზადება, რა დონეზეა კონკურენცია იმ ევროპულ ფეხბურთში და ამას ჭირდება აქედანაც მომზადებული ჩასვლა და არა ის, რომ მე პერსპექტიული ვარ, ჩავალ და ვითამაშე, ვერავინ ვერ ითამაშებს რა. შენ თუ არ ახალ ყველანაირად მზად იქ არავინ არ გათამაშებს. მაკაცები საუბრობთ მეგობრები ჰალი და რავი მოედანზე ძალიან სერიოზულად ავართ ორივე, ანუ მოედნის გარეთ ხუმრობები რაღაცა, მაგრამ მოედანზე როგორც კი შედი ძალიან სერიოზული ბიჭი ხდება. აი ძალიან ორი განსხვავებული პიროვნება ჰალი და მოედანზე და ჰალი და მოედნის გარეთ რა. ოთახში ერთად ვართ ხოლმე და ხვდები მაგ განსხვავებებს რა, ძალიან პროფესიონალია, ყველაფერს მაქსიმალურად თავს თავის თავს. რამის ერთ შანსი ექნება, ანუ 3-დან 2 თუ გაიტანა ერთი გამაზა, რა თქმა უნდა მაგეც იმენა უყურებს და ცდილობს რომ გამოასწოროს რა, უნდა რომ მაქსიმუმი გამოწროს თავის თავიდან რა. კი, ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ მე მცველი ვარ, ის თავდასხმელი ვარ და ცდილობთ რომ სუპირისპირო ხარეს ვიყოთ რა, იმიტომ რომ ჰალი და ახლა ძალიან მაგარი თავდასხმელია და ეგეთ თავდასხმელებთან ვარჯიში და რო გიტევს ძალიან კაია და განვითარება ძალიან დიდი მაქვს, როცა ჰალი და ვარჯიშობ რა. სანამ ამ ინტერვიუს დავგეგმავდი, ძალიან ბევრი ქომა გიმთხოვდა გადამეღო ინტერვიუ შენთან, რადგან მათ სურდათ შენს შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. როგორ ფიქრობ, რატომ? შენს შესახებ ძალიან დიდი ინტერესია. მართლა არ ვიცი.
შეიძლება იმიტომ რომ აქამდე ინტერვიუები არ მქონია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა ექსკლუზივი მქონდა, რომ ინგუში ჰალი დოლტმურზიევი საქართველოს ითამაშებდა, ხალხს ეს ძალიან გაუხარდა. როგორ ფიქრობ, შესაძლოა ამან გამოიწვია დიდი ინტერესი ხალხის მხრიდან შენს მიმართ? ალბათ ასე. მოედნის გარეთ აი სანამ თამაშის დღე იქნება სულ ლაპარაკობთ ნებისმიერ სპორტზე და ძირითადად ქართულ სიმღერებს უსმენთ რა, იმიტომ ძალიან უყვარს ალიდას ქართული სიმღერები და ასე ლაპარაკობთ ჩვენ ქვეყანაზე ის ინგუშია მოიხსენებათ და ისტორიებს რა, როგორ მეგობრობთ ინგუშები და ქართველ როგორი ძმაკაცები ვართ, ვიდეოები და ასე შემდეგ რა. და რა იცის, სანამ თავად ჩვენც ვისაუბრებთ, რა იცის, შენც ვარი ამ ისტორიაც მოგიყოლია. ალბათ ესეთი ძმაკაცის შეძენიშნული ცხოვრების ეგო, ჩვენც ვერაფერს დასერჩავდი, მოიძიებდი. კი. თავიდან იქინა დავიწყოს რომ გავიგე რომ ინგუშები თავიანთ ქვეყანას ღაის ეძახიან, არ ვიცოდი, ჰალიდან მითხრა და მამაჩემსაც ვეკითხები ინგუშებზე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ინგუშებთან, ვიდრე სხვა დაღესტნელებთან და იმასთან და რავი, როდესაც ისტორიიდან მომიყვა ასეთი რამე, როდესაც სტალინმა შეიუშვა ოსები და ქართველები, ჩვენ ქართველებმა ყველაფერი დაუტოვეთ და იმათმა ისე თავით ჩვენი მიწარიანო და ეს გავიგე და იმან გაიგო რომ აფხაზეთი რა თქმა უნდა საქართველოა და სამაჩაბლო საქართველოა. ისტორიულად ინგუშები და ქართველები ერთმანეთის მოძმეერია. თუ შეგიძლია გვითხრა, რა იცი ამ ურთიერთობის შესახებ? ბავშვობიდან ვიცი მამაჩემისგან და ოჯახისგან, რომ ინგუშებსა და ქართველებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთთან ომი არასოდეს გქონია. პირიქით, ერთმანეთს ვეხმარებოდით. შენი ოთახის მეგობარმა მათემ მითხრა, რომ ამ თემაზე თქვენ ხშირად საუბრობთ. შეგიძლია უფრო დეტალურად მომიყვე, რა არის ამ საკონკრეტულ თემაზე თქვენი ლაპარაკის საგანი? ძირითადად იმაზე, თუ როგორ ვეხმარებოდით ერთმანეთს ომამდე და მსგავს რაღაცებზე. ხალით ძლიერი მხარი არის ის, რომ არის უწესრისი ადამიანი, გიყურებს თვალებში, არის ძალიან მოწესრიგებული, რაც ძალიან მთავარია დღევანდელ ფეხბურთში, პროფესიონალი და რა თქმა უნდა, სისწრაფე, მონდომება, ის გოლის ალღო, ესე რომ ვთქვა და რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, ამ ყველაფერს სჭირდება მომატება და ყოველდღიური შრომა. მეგობრებო, ახლა თქვენ უყურებთ ჰალი დორტმუნდზევის ძალიან საინტერესო ფეხბურთელის ინტერვიუს და ეცნობით, როგორც ნიჭიერ ფეხბურთელს ქართული ფეხბურთისთვის. მე კი შევახსენებ, რომ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი, ნაბეღლავი და ბახმარო და მე ანტალიურ შეკრებაზე საჭირო მინერალებს ვიღებ ჩვენი გენერალური მხარდამჭერის ნაბეღლავისკენ. ბელგიაში დაიბადე, ბელგიაში თამაშობდი. გაქვს ბელგიური პასპორტი და იმ შედეგებით, რაც ჩემ ბრიუგაში გქონდა, დიდი ალბათობა რომ მიგიღო შანსი ბელგიის ასაკობრივ გუნდში. თუმცა შენ აირჩიე გეთამაშა საქართველოს ნაკრებისთვის. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება? როცა 16 წლამდელებში ბელგიასა და საქართველოს შორის არჩევანს ვაკეთებდი, საქართველოს ნაკრებიდან დამიკავშირდნენ. იმ დროს ბელგიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვიყავი. საბოლოოდ ეს ოჯახური გადაწყვეტილება იყო. მამასაც უნდოდა რომ საქართველოს სახელით მეთამაშა და მეც. იმიტომ რომ ინგუშებსა და საქართველოს ისტორია გვაკავშირებს და ჩემთვის უფრო ახლოს იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. ბელგიაში შესანიშნავი შედეგები გქონდა. ძალიან ბევრი გოლი. თუმცა შენ გადაწყვეტე წამოსულიყავი სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატში, რაც შესაძლოა ბევრისთვის სიურპრიზიც კი იყო. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ უკვე მინდოდა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში პირველ გუნდში. ასევე წინა წელი რთული იყო ჩემთვის. ბევრი ტრავმა მქონდა. ამიტომ მინდოდა პირველ გუნდში დაწინაურება. და აქვე იყო ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ. როგორ შეგიძლია ისაუბრო იმ გზაზე, რომელიც ამ დროში გაიარე კლუბთან ერთად? კარგი გამოცდილება იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ დავამარცხდით, მაგრამ ახალგაზრდულ ლიგაზე ყოველ წელს არ გეძლევა თამაშის შანსი. ვფიქრობ, კარგი თამაშები ჩავატარე. ჰალით, როგორ ფიქრობ? რა გახდა იმის მიზეზი, რომ გუნდმა ესეთი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე? არ ვიცი. შეიძლება მენტალურად ბოლომდე მზად არ ვიყავით.
თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ. ალბათ ვიფიქრეთ, რომ 2-0 კომფორტული ანგარიშია, მაგრამ სინამდვილეში 2-0-ის დროს ყოველთვის შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ანუ შენ ფიქრობ, რომ პირველ მატჩში 2-0-ის მოგებამ გუნდს ცუდი სამსახური გაუწია? კი, ვფიქრობ ანგარიში 1-0 ან 0-0 მყოფილიყო უფრო აგრესიულად ვითამაშებდით. საინტერესოა, როგორი იყო შენი ხასიათი ამ დღეების შემდეგ. და მაშინ, როცა აგებ, საინტერესოა როგორ ახერხებ შენი ხასიათის მენეჯმენტს. რა თქმა უნდა, არ იყო კარგი, რადგან ისტორიის შექმნასთან ძალიან ახლოს ვიყავით. პირველად 23 წლამდელთან ნაკრებთან ერთად 16 საუკეთესო გუნდში გადასვლასთან. ეს არ გამოვიდა და თამაშის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში წავედი, რადგან სახლში, ბელგიაში ბრუნდებოდი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთისგანაა, ალაჰისგან. ეს მისი გეგმაა. სწორედ ამიტომ დავიმშვიდე თავი. თუმცა რთული იყო. რამდენად განსხვავებული ადამიანია ჰალიდი მოედანს მიღმა და მოედან შიგნით? ვიტყოდი დიდი განსხვავება. მოედანს გარეთ უფრო მშვიდი ვარ. მოედანზე ზოგჯერ შემიძლია ყვირილი და მსგავსი რაღაცები. ანუ მოედანზე საკმაოდ ემოციურიც ხარ. ხანდახან. ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი დინამოში? საუკეთესო მეგობარი? ბევრი მყავს. რადგან მანამდე როცა ბრიუგეში ვთამაშობდი, ეროვნულ ნაკრებში თითქმის ყველასთან მქონდა შეხება, ვინც ახლა დინამოში თამაშობს. ყველასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ ვინმე ერთის დასახელება მიჭირს. ახალი სეზონი დინამოს მთავარ გუნდთან ერთად დაიწყე. როგორ უყურებ ამ შანსს და ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, ეს დიდი შესაძლებლობაა ჩემთვის და დიახ, შემიძლია. და ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ჩემპიონატიდან ქართული ფეხბურთელები მიდიან დიდ საფეხბურთო ლიგებში. რა თქმა უნდა, ევროპაში წასასვლელად ეს დიდი სცენაა. ვფიქრობ, ძალიან კარგია ჯერ საქართველოში თამაში, რომ ყველაფერში გამოცდილება მიიღო და მერე როცა მზად იქნები, იმედია ევროპაში წავხო. აქ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია. შეიძლება გამოართიო ერთი, ვინც შენი მაგალითი შესაძლოა იყოს ყოველდღიურ სავარჯიშო პროცესში. რა თქმა უნდა, გუნდში ყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა ჯაბა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ეროვნულ ნაკრებში და ყველგან. ის ნამდვილი პროფესიონალია. თუმცა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ვაწას ვიტყოდი. ისიც თავდასხმელია და უყურებ ვარჯიშებზე, როგორ მოძრაობს და როგორ აკეთებს ყველაფერს. შენი მიზანი 2026 წელს. თამაში, უბრალოდ თამაში. გოლების გატანა და გუნდის დახმარება. ეს არის ჩემი მთავარი გეგმა. ჩემი მიდგომა არის ძალიან მარტივი, მე რაც არის სიმართლე, ყოველთვის ვეუბნები სიმართლეს, ესე იგი განსხვავებული იმ აზრიდან, რასაც ისმენენ ისინი, თუნდაც ოჯახებში, თუნდაც იმ მენეჯერებიდან, მე ყოველთვის ვეუბნები სიმართლეს და გუშინაც მე უთხარი, მქონდა ჩვენ თეორია ამ თამაშის გარჩევა და უთხარი, რომ ბიჭებო, თქვენ ჯერჯერობით არ ახართ მზად, რომ ითამაშოთ ამ ხელა დონეზე. და თქვენ უნდა მოემზადოთ, თქვენ ხართ ძალიან დიდი გაქვთ პერსპექტივა, შეგიძლიათ ითამაშოთ დიდი ფეხბურთი, მაგრამ ჯერ უნდა იშრომოთ ძალიან ბევრი. ეს არის ყველაზე მთავარი. ამიტომ ამ შრომაში მე გულისხმობ ყველაფერს და ყოველდღიურ სამუშაოს სწორი მიმართულებით, იმას რომ უნდა ითამაშონ ჯერ დინამო თბილისში, უნდა დაამტკიცონ საქართველოში, რომ მათ ითამაშეს ჩემპიონატში არიან საუკეთესოები თავის ქვეყნის ჩემპიონატში და მე უნდა დაამტკიცონ უკვე, რა თქმა უნდა, ევროპულ დონეზე რა. აი ეს არის. პოზიტიურად იღებენ ამ. უნდა მიიღონ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე რა. მე არ ვიცი ხა, შეიძლება ვიღაცა ეუბნება, რომ ისიც რა, შენ წამოდი ხა მზად ხარ, გაგიყიდი იქ, მაგრამ არ არიან ჯერ მზად, რომ ამათმა ითამაშონ დიდ დონეზე. მაგრამ არიან, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რა თქმა უნდა. როგორც ახლა ავიღოთ ხვიჩა ვახსენე, ხო? გუშინ გოლი გაიტანა, მიულოცავ ამ ტრამვის შემდეგ და ხვიჩამაც გაიარეს ეს ეტაპები რა, ესე არ მომხდარა, რომ რა ქვია, ხვიჩამ ითე დაამტკიცა საქართველოს ჩემპიონატში, ითამაშა რაღაცა დოზით, მერე წავიდა და რუსეთის ჩემპიონატი ითამაშა და მოძლიერდა უფრო მეტად ფიზიკურად და შემდეგ უკვე ისიც რაც მოხდა, ხო და როგორც განვითარდა მისი კარიერა და ესეა ხა შრომის და ამ მოთმინების, აი მოთმინება გვაკლია რა. ჩვენ გვინდა რომ ძალიან პატარა ასაკში რაღაცა დიდ ბიზნესს მოვიჭიდოთ. კი, არიან ესეთი ერთეულებიც ხდება ევროპულ ფეხბურთში, მაგრამ ეს არის ერთეულები რა და ამიტომ ეს ამას შეყვართ ხოლმე შეცდომაში ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ჯობია რომ მოვითმინოთ, დავგვინდეთ, განვითარდეთ, მოვემზადოთ და მერე წავიდეთ და მერე ვითამაშოთ უკვე ამ დიდ დონეს. და ბოლო შეკითხვა იქნება ასეთი, თუ როგორ ხედავ შენს მომავალს საქართველოში? შესაძლოა ვთქვათ, რომ შენ ოცნებობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტზე? რა თქმა უნდა. ამ შეკითხვას ვსვამ, რადგანაც მანამ სანამ შენ არ გექნება ოფიციალური დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, არის
მცირე, თუმცა შანსიც, რომ შენ შესაძლოა შეიცვალო გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს შეკითხვა შენთან. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში ოცნებაა და კიდევ უფრო დიდი ოცნებაა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშო, რაც ჯერ არ მოხდა. თუმცა ახლა პირველი ნაბიჯი გადაიდგა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ყველა სურს ეს, ვისაც ფეხბურთში ამბიციები აქვს. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ეპიზოდი ხალი დორტმუნდიოთან დასრულებულია. იმედია ისიამონეთ ამ ვიდეოთი და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ვინც ჩვენს ვიდეოს პირველად უყურებთ, ან აქამდე არ გამოგიწერიათ, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ თქვენი აზრი ჰალიდის შესახებ. ძალიან დიდი რესპექტი მას ჩემგან და იმედია ის ძალიან ბევრ დღეს გაიტანს საქართველოს სახელი და ბევრჯერ გაგვახარებს. მადლობა რომ გვიყურეთ, რამდენიმე დღეში კი ახალი ეპიზოდი გელოდებათ.